არანარკოტიკს ამ კამპანიის ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად ტურნირი შიდა ქართლსა და თბილისში ნაძალადების რაიონში გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება მუნიციპალიტეტების ჩართულობით. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების მეშვეობით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ქართლში რეგიონალური ფინალები გაიმართა. მიულოცავთ გამარჯვებულ ხაშურის გუნდს, ასევე ყველა მონაწილეს, ვინც ამ დღეების განმავლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც დღეს პაექრობდა ჯანსაღი პაექრობით და ასეთი კამპანიები მუდამ მისასალმებელია ჩვენს ქვეყანაში და დიდი მადლობა ორგანიზატორებს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას. ძალიან კარგი წამოწყებაა, მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ვეთანხმებით ქალაქი კასპი, ახალგაზრდობა, მონაწილე გუნდი, ჩემი გუნდი, რომ რა თქმა უნდა არანარკოტიკს და მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.